ყველა ქმედება განხორციელდება, რაც არის აუცილებელი იმისათვის, რომ ტელეკომპანია იმედს და ტელეკომპანია პოსტივის საქართველოში არ შეელახოს მედიის თავისუფლებას. სანამ კობახიძე ბრიტანული სანქციების შედეგებისგან იმედისა და პოსტივის დაცვას ყველა შესაძლო გზით აანონსებს, ქართულმა ბანკებმა სანქციების აღსრულება სავარაუდოდ უკვე დაიწყეს. ტელეკომპანია იმედის ანგარიში საბანკო სისტემაში აღარ იძებნება. საუბარია ანგარიშზე, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნებული ხელშეკრულების თანახმად არხს ეკუთვნის. ექსპერიმენტი კორუფციის მკვლევარმა ბესიკ დონაძემ ჩაატარა. მოდით ახლა ვნახოთ ტელეიმედი სანქციების მეორე დღეს. რა მდგომარეობა არის? ახლა მე თქვენ განახებთ ბოლო ხელშეკრულებას, რომელიც დაუდო წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა ტელეიმედს. ამ ხელშეკრულებიდან მოდი ამოვიღოთ ანგარიშის ნომერი ბანკის, სადაც ფული უნდა ჩარიცხოდა ტელეიმედს. ავიღოთ ეს ანგარიშის ნომერი, არის საქართველოს ბანკის და შემდეგ ამ ანგარიშის ნომერს გადავამოწმებ ჩემი მობილ ბანკით. გადავრიცხოთ ახლა მოდი თანხა საქართველოს ბანკით, აი ჩაჯდა და შევამოწმოთ. არ იძებნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეიმედს ანგარიშები აღარ აქვს ბანკში. ირაკლი კობახიძე რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო ორი ქართული არხის დასანქცირებას მედიაზე თავდასხმას უწოდებს. კობახიძე პირობას დებს, რომ იმედისა და პოსტივის თანამშრომლები საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში ყოველგვარი გართულებების გარეშე შეძლებენ, თუმცა კონკრეტულად რის გაკეთებას გეგმავს ოცნება, ამისთვის უცნობია. კობახიძემ დღეს სახელმწიფო და არასახელმწიფო კომპანიებს დასანქცირებულ არხებთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ოცნების პრემიერის რიტორიკას მისი თანაგუნდელებიც იმეორებენ. Deep State-ის განაყოფის დიდი ბრიტანეთის მოქმედი ხელისუფლების გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გაუხარდა მათ ემისრებს საქართველოში კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით, მაგრამ ასევე იმედი გაუსრულდათ, რადგან ეს მხოლოდ ფურცელზე დაწერილი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მედიის თავისუფლების დარღვევაა და ეს რეალურად ვერავითარ შედეგს ვერ წარმოაჩენს და ამიტომაც დღეს მათი გახარება შეცვლილი არის მწუხარებით, რომ პრაქტიკულად არავითარი შედეგის მომტანი არ არის ეს ეგრეთ წოდებული სანქციები. ეს პირდაპირ შეტევა რასაკვირველია თავისუფალ მედიაზე და პირდაპირ შეტევა ამასთანავე საზოგადოების ინტერესზე ქონდეს სწორი ინფორმაცია და რა ანგაჟირებული ინფორმაცია, ვინაიდან ზუსტად ემთხვევა და ხშირ შემთხვევაში თავის სიხისტით ჩამორჩება კიდევაც ქართული ობიექტური მედიის შეფასებები იმ კაცს და ხის შეფასებებს, რომელიც გაისმის არაერთი ავტორიტეტური კვლევითი ორგანიზაციის მხრიდან. რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ კომპანიებს, რომლებიც იმედთან და პოსტივისთან თანამშრომლობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ? ოპოზიციაში ამბობენ, რომ წესით ახლა ყველა კომპანია ამ მიმართულებით სიფრთხილეს გამოიჩენს, თუმცა ნაწილს ქართული ოცნება სანქცირებულ მედიასთან ფინანსურ ურთიერთობას აიძულებს. ბრიტანული სანქციები პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ ტელეიმედთან საქმიანი ურთიერთობა და ფინანსური ურთიერთობა არ შეიძლება ჰქონდეს არც ერთ იმ კომპანიას, რომელსაც კავშირი აქვს რაიმენაირად ბრიტანეთის სამეფოსთან და ასეთი არის ძალიან ბევრი კომპანია ამ ქვეყანაში. ვერც იმ სერიალებს შეისყიდიან, რომელსაც ყიდულობდა ტელეიმედი, ვერც იმ შოუებს შეისყიდიან დასავლური კომპანიების გამო, რომელსაც ყიდულობდნენ და ეხლა კობახიძის მოწოდება ამას ვერაფერს ვერ უშველის. შეიძლება ვიღაცებს მაინც დააძალონ და რაღაც კომპანიებს, ადგილობრივი ბიზნესმენებს შეიძლება მაინც დააძალონ მსგავსი რაღაც, მაგრამ ეს არ იმუშავებს ყველაზე და არ იმუშავებს დიდ კომპანიებზე. რეალურად მოხდება ის, რომ ივანიშვილს და კობახიძეს მოუწევს უფრო მეტი შავი ფულის დახარჯვა იმედის შესანახად. საბოლოო ჯამში ალბათ დაკარგავენ მერე იმედს იმისა, რომ იმედის მართვა შეძლებენ აი ესე შავი ფული და ხელების გადაგრეხვა. ის ჩამონათვალი, რომელშიც მოხვდა სამწუხაროდ ტელეკომპანია იმედი და პოსტივი არის სწორედ იმის დასტური, რომ Russia Today-სთან ერთად, რუსულ პირველ კანალთან, რასია პირველ არხთან ერთად აღმოჩნდა ტელეკომპანია იმედი და პოსტივის სანქცირებულთა სიაში. ეს სამწუხარო ფაქტი თავის მხრივ აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს იმის გამო, რომ დღეს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერილი ორი ერთ-ერთი მთავარი კომპანია, ტელეკომპანია არსებობს, რომელიც ეწევა ანტიევროპულ და პრორუსულ პროპაგანდას. ეკონომისტ რომან გოცირიძის თქმით, რა ლეგალური ან არალეგალური გზაც არ უნდა მოიფიქროს ქართულმა ოცნებამ სანქცირებულ ტელევიზიებში ფულის მისატანად. იმედი მაინც დახურვისთვის არის განწირული. მისივე თქმით, ეს უკვე მხოლოდ დროის საკითხია. მთავრობის განცხადება იმის თაობაზე, რომ აჰა, ბიჭებო, ახლა მეედით სახელმწიფო საწარმოებო და ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფული დააფინანსეთ იმედი და პოსტივის. სად არის მასე? დღეს არც ერთი კომერციული ბანკი, არც ქართულ ბანკი სხვათა შორის
არც Liberty Bank-ი იმედის უცხოურ ანგარიშებს არ მოემსახურება სანქცირებულ რეჟიმში ყოფ კომპანიასთან არავინ დაეჭერს ურთიერთობას. იგივე ცეკვავენ ვარსკვლავები რომ აქვთ. ის ბრიტანული პროექტია. რომელი კომპანია მიიტანს რეკლამას იმედში? რუსული პროპაგანდის აი ამ ერთი მანქანის ბედი გადაწყვეტილია და ეს ადრე მოხდება თუ გვიან საბოლოოდ მისი ლიკვიდაცია უკვე. ესაა დროის საკითხი. დღეს დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებიდან მეორე დღეს ირაკლი რუხაძემ და ტელეიმედის სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრებმა გიორგი ბაღდაძემ, გიორგი კალანდარიშვილმა და დავით ჩონიამ საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების შესახებ განცხადებებით მიემართეს. სამეთვალყურეო საბჭოში მხოლოდ მაკალომიძე რჩება, რომელიც ამავდროულად იმედის დირექტორია. ისინი განცხადების დაკმაყოფილებას დაჩქარებული წესით მიმართვის დღესვე ითხოვენ. როგორც მათ განცხადებებში ვკითხულობთ, სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების მიზეზი ტელეიმედის მფლობელის ცვლილებაა და მათ ამ გადაწყვეტილების შესახებ ტელეიმედის დირექტორს 6 თებერვალს წერილობით აცნობეს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა სანქციების სია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 4 წლის თავზე განაახლა და მას 300-მდე სუბიექტი დაამატა. მათგან კატეგორიაში სახელწოდებით რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულები მხოლოდ იმედი და პოსტივი მოხვდნენ. სანქციების თანახმად ორივე ტელევიზია შეეხება როგორც აქტივების გაყიდვა, ისე სატრასტო, ანუ ნდობით აღჭურვილი მომსახურების და დირექტორის პოზიციის დაკავების აკრძალვა. ეს გულისხმობს მკაცრ ფინანსურ შეზღუდვებს, რომლებიც ბრიტანული ეკონომიკური და ბიზნეს სივრციდან დასანქცირებული პირის ან კომპანიის სრულ იზოლაციას ისახავს მიზნად. სანქციები ვრცელდება იმ ოფშორებზეც, რომლებიც ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ არიან.